მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გამომწერებო. კეთილი იყოს კიდევ ერთხელ თქვენი ჩემს არხზე შემოგბრძანება და ეხა აქცევს ორი დასტა. ხო? თქვენ უნდა აირჩიოთ პირველი და მეორე. ან მოსმინოთ ორივეს, რომელიც გინდათ, თქვენ ნება შეიძლება პასუხი იყოს ორივეში. რა თქმა უნდა აქტუალური თემით პირადზე, მაგრამ ეხა ნახეთ როგორი რაღაცა არის, იცი, უფრო აი ესეთ წყვილებზია, რომლებთაც არ აქვთ კონტაქტი, უკონტაქტოებზე უფრო სწორად ხდა. ამიტომ თხოვნა იყო ასეთი. და გადავამოწმოთ იქ, ანუ სადაც არის იმ ოჯახში თუ სხვა პარტნიორთან, აი როგორ არის. თქვენ ჩაიფიქრეთ, მე დავიწყებ პირველი ვარიანტის გაშლას, ხო? პირველი ვარიანტი. აი ეს. ნახოთ აბა, ჯერ რა ენერგიებშია ეს ადამიანი. ჩაიფიქრეთ. სიგნიფიკატორი. ენერგიებით დავიწყოთ. შორს არის გზა მოდის. ფიქრი ოღონდ მანძილიდან, შორი მანძილიდან. შეიძლება სამსახური იყოს, შეიძლება რაღაც ბიზნესი, ანუ წასული იყოს, ანუ აქ მხედარი ამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის ხა ეს ახალი გაცნობილი, ეს არის ადამიანი, რომელსაც იცნობთ და გაქვთ ურთიერთობა, ან გქონდათ და გაურკვეველი სიტუაცია. თუ არის, რა თქმა უნდა, ხა ამის გარეშე როგორ შეიძლება. მოკლედ ნახოთ პირველი აბა. რა გაურკვევლობაში ერთი. ეს ადამიანი ეხლა სადაც არის და ვისთანაც არის, ოჯახი აგერ ამოვარდა. აი როგორ გრძნობს თავს იქ, იმ სიტუაციაში, იმ ვითარებაში, იმ გარემოში. თქვენ ვინც გაინტერესებთ, არა აქვს მნიშვნელობა, ხა შეიძლება უბრალოდ ისე გაინტერესებდეთ, ხო? როგორ გრძნობს თავს იქ? იმასთან, ანუ ვისთანაც არის, ხო? თქვენთვის საინტერესო ადამიანი, პიროვნება, აი როგორ გრძნობს თავს. ნახეთ, აქ არის საუბარი, მხოლოდ საყოფაცხოვრებო რაღაცაზე, აი გეგმები, იდეები, სამომავლო, პარტნიორული ურთიერთობა, ეს არ არის სიყვარული და რა თქმა უნდა ღალატის კარტი, როცა მალავ რაღაცას და შენ თავზე გაღებული ბევრი რამე, რომ ესე იგი დანაშაულის გრძნობის მომენტი, რომ არ გამოჩნდეს შენი ის რაღაცა ღალატობრივი ან რაღაც ტყუილი ან რაღაც, ნუ ესეთი არა გულწრფელი დამოკიდებულება. ის ადამიანი, ვისთანაც არის, ეხლა თუ ხვდება აი ამ დამოკიდებულებას. სტაბილურობა უნდა იმას და აქ ამოდის კანონიერი მეუღლე, შეიძლება ოფიციალურად არიან. მაგრამ ამოდის ასევე ძალიან დიდი აი ესეთი ნეგატიური კარტი, რაც ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ამ ადამიანზეა გაშლა, ამიტომ მას აქვს ეს მანკიერებები, ხო? როგორიც არის, უკანონო კავშირები, ნება, სექსუალური მიდრეკილებები, სმა, სიყვარული უბრალოდ, ხო? დამათრობელი რაღაცების და ასე შემდეგ, აზარტი, თამაში, კაზინო, ანუ ყველაფერი რა, რაც ეხება დაბალი სუბსტანციის, ვიბრაციის წარმომადგენლებს. ანუ აი ამ დაბალ ვიბრაციებშია. და როგორ მიდის მათი ურთიერთობა, ხო, მთლიანად აი
ხო გვაინტერესებს იქ სადაც არის. აი რა მდგომარეობაშია, როგორ მიდის ხო ურთიერთობა, სიტუაცია ამ ადამიანის და იმის, ვისთანაც არის. გაჩერება აქ არ არის ვნება, აქ არ არის სიყვარული, გრძნობების როიტყვიან დასამარება, ესე გაჩერება რას ნიშნავს ადამიანი რომ ანუ არაფრის თავი რო არ გაქვს და ხარ გაჩერებული, ხა პირობითად გვესაუბრებიან სიმბოლოებით, ხო? ეს ქალია უფრო მეტად ყველაფერი, ანუ პარტნიორი რა, ვისთანაც ცხოვრობს. ასე ვთქვათ, ცოლი დავარქვათ, პარტნიორი დავარქვათ, ვინც არის ქალი. მაგრამ აი ნახეთ ადამიანი რო დამწუხრებული რო ზის, გამოსავალს ვერ პოულობს და თავისთვის ეს არის მის გრძნობებში, ანუ დანაკლი სიცარიელე, ნაკლებობა, ხო? არ არის ეს გამთბარი ადამიანი, არ არის ეს თბილი ადამიანი, მას აკლია ძალიან ბევრი რამე, მაგრამ არჩევს იქ ცხოვრებას. მაშინ ცივი გონებით უყურებს ცხოვრებას, რატომ არჩევს ამ ქალთან, ამ პარტნიორთან, ცოლთან თუ რაც გინდათ დავარქვათ ურთიერთობას ეს ადამიანი. აი რატომ ირჩევს, ხო, ასეთ სიტუაციაში ცხოვრებას. არც თვითონა ვთქვათ, ფრთიანი ანგელოზი ვხედავთ აგე რა კარტიც ამოვიდა, მაგრამ მაინც ვკითხოთ, ხო, აი რატომ ირჩევს. არ მინდა დავინახო, არ მინდა გავიგო გზების გაყოფა, ანუ თვალებს ხუჭავს ბევრ რამეზე. რატომ გაურკვეველი სიტუაციის გამო, იმიტომ რომ თვითონ არ არის რო იტყვენ გახსნილი ადამიანი, ხო? არ არის გულახდილი, იმიტომ რომ იდუმალებით მოცული მთვარე ნიშნავს ბევრ რამეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა კითხვა სწორად სვავე, აქ ამოდის დაფარვა, დამალვა, გაურკვევლობა, გზა, რაღაც შეიძლება ცხოვრებისეული გზა იყოს, რა ვიცი, ბევრი რამე და რა თქმა უნდა, სტაბილური, კომფორტული ცხოვრება. იქ სადაც არის, ანუ კაცებს არ უყვართ ცვლილებები, ხო? და რისკზე იშვიათად რომ მიდიოდეს, თუ არ არის დონ ჟუანი. ხო და ეს ხა ასაკით არ არის პატარა ბიჭი. ასე ჩანს, ბევრისთვის ასეა, ხა ინფორმაცია კი მოდის, მაგრამ ეხა აჟი ნამდვილად არ არის, ხო? პატარა ბიჭი რო არის, გრძნობების მორევს აყვეს და გადალახოს ზღვა და მთები. ხო, არა, დაბრკოლებები აქვს. ანუ ასე თუ ისე ინფორმაცია პირველი ვარიანტის გასაგებია, რო არ გავაგრძელოთ და გაგრძელდეს ეს ფორმატი, თუ რაღაცა მაინც დაემთხვა, ესე იგი და სათაურმა თუ მოგხიბლათ და შემოხვედით, ესე იგი თქვენზე იყო. ორ ვარიანტზე ვაკეთებ, რომ არჩევანის საშუალებას გაძლევთ, მაგრამ საერთოდ უნდა უსმინოთ ხოლმე ორივეს, იმიტომ რომ შეიძლება ორივეში იყოს ის ინფორმაცია, რაც თქვენ გჭირდებათ. მე უკვე თქვენი ინტუიცია და ქვეცნობიერი თვითონ გამონახავს გზებს, თვითონ მიხვდება, ნახეთ, ქვეცნობიერი და ინტუიცია და გონება ისე არიან დაკავშირებული, რომ რაღაც მომენტში მე ხდება გახსნა. ეს ხა ჩემი ნათქვამი ხო არა დამტკიცებულია მეცნიერულად, ხო? ეს ნეირონული ტვინის ფუნქცია არ არის ბოლომდე შესწავლილი, იმდენად მრავალფეროვანი, ამიტომ აი ესეთი სიმბოლოები, რომელიც არის სამყაროს ენა, ციფრები, რომელიც სამყაროს აგებულებაა და ეს დაფარული ცოდნები, რითიც ჩვენ ხელმძღვანელობთ, ხო? ეს არის უბრალოდ რადარები, ეს არის უბრალოდ ინსტრუმენტები, რითიც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ასე თუ ის ინფორმაცია, ხო? და ზოგადად, რა თქმა უნდა, ვინც მეორე ვარიანტი აირჩია, ჯერ ვნახოთ ენერგიები იმ ადამიანის, ჩაიფიქრეთ, რა ენერგიებში ეს ადამიანი ახლა, აწყოთ რო გვაინტერესებს. თავის თავზე აქ აღებული ბევრი რამე, აქ ახლა ჩანს, რომ ვალდებულებები აქ აღებული და მოვალეობა
ვალდებულება, აი რაღაც ესეთი კარტია. სულ ამოდის ხმლები, ან ძალიან ცივი ადამიანია, ან ძალიან ხისტი, ან ძალიან უხეშია, ან ესეთია რა, პირდაპირ იღებს გადაწყვეტილებას, მორჩა წავედი, დავამთავრე, აი რაღაცა ესეთი ის მოდის ენერგია, ნუ კი ჭკვიანი არის, გონება მახვილი, მაგრამ ცივი გონებით. ეხლა თავის თავზე აქ მოვალე, აი რაც ამოვიდა პირველი, ხო, მოვალეობა, პასუხისმგებლობა, მე ვალდებულება, რაღაც, აი ესეთი საუბრები აქვს, ხო? ჩარჩოები, რა თქმა უნდა, იდენტობა, ტრადიცია. კარგით. რა მდგომარეობაში იქ სადაც არის, იმიტომ რომ გაშლა იყო ისეთ უკონტაქტოებზე. იქ სადაც არის. მეორე ვარიანტი, რა სიტუაცია. შია უკონტაქტოებზია და რა სიტუაციაში. იქ სადაც არის. აქ ცოტა სხვანაირი სურათი იხატება. ნუ რა თქმა უნდა დაუმთავრებელია ჯერ მისი თქვენთან ურთიერთობა. შეიძლება ეხლა ამ წუთას კონტაქტზეც არ იყოს გამოსული, იმიტომ რომ დაკავებულია კაცი აგერ ბიზნეს გეგმებზე საუბრობს მიზანში, გაურტყია რაღაც საქმე, პროექტი თუ რა ვიცი რა. აქ საყვარლობაზეა საუბარი, საყვარლებზე. შეიძლება თქვენ ხართ ეს. ნუ რა თქმა უნდა, გადაითამაშა რაღაცები, არ იყო გულახდილი ესეც რაღაცები, ნუ აი მანიპულატორიც არის თან ყველაფერთან ერთად, აჩვენებენ გზას, შორმანძილს, ან მიმდინარეობს კაი ხანია. რაღაცებს, ანუ პიკზე რომ ივა, რაღაცებს გადაითამაშებს, რაღაცნაირად მოარგებს, ანუ თავიდანვე ამოვიდა, ხო, გონება მახვილი, გამჭრიახი, ჭკვიანი. ანუ მანიპულატორი ადამიანი, ჭკვიანი ადამიანია, რომ შეუძლია გადაითამაშოს. მოაწყოს სიტყვაზე ვიძახი რაღაც სასცენოა ესეთი სახალხოდ, ხო, რაღაც ჩვენება იმისთვის, რომ ანუ ყურადღება გადაიტანოს რაღაცას, ხო? ამ შემთხვევაში ესეთი აკრობატული მანიპულირება, თან აკრობატული ამოდის და რა თქმა უნდა ეს ხმლები არ ცილდება, მოვალეობა, ვალდებულება, პასუხისმგებლობა, რაღაცა აქ გადასაწყვეტი, მისაღები აქვს რაღაც. მაშინ ვნახოთ, აბა რა ამ ადამიანს ვიც მეორე ვარიანტი ჩაიფიქრე, გადასაწყვეტი, მისაღები, თან შეიძლება შორმანძილზე აქ აჩვენებენ აქაც არ არის გამორიცხული, რომ შორმანძილზე იყოს, ან ხშირად დადის. ნუ შორიმანძილიდან მოდის რაღაცა ესეთი მომენტები, საქმოსანი, კი ბატონო, მაგრამ აქ ეხლა ეს სიტუაცია ეხება თქვენ სიტუაციას. თქვენც ხართ აქ, რომელიც ჯერ დამთავრებული არაა, მაჩვენებს კარტი. მაშინ აი რას აპირებს, რის გადათამაშებას აკრობატულად სანახაობრივად აპირებს ეს ადამიანი, ხო? საქმეს ეხება რაღაცა სიტუაციას, მის დაფარულ საქმე, კონტრაქტ სიტუაციას და ბრძოლა აქვს გამართული. კი ბატონო. ესეც ანუ ბედის როიტყვიან ბეწვის ხიდზე გადის ეხლა აი რაღაც ისეთი მომენტი აქვს ამასაც წყდება რაღაც სერიოზული სიტუაცია მის ცხოვრებაში სახსე ეხება ქონებას ბიზნეს შეიძლება რაღაცა სარისკო საქმეს ხო რისკიანიც არის ხო თქვენთან მიმართებაში დაფარულია ანუ high price-ის მაჩვენებს რომ ანუ არ იხსნება ანუ რაღაც ძალიან ისე არის რა თვითონ მალავს და ინფორმაცია არ მოდის ძალიან დაფარულია თქვენთან მიმართებაში ერთი კითხვა მარტო რას გრძნობს რას ფიქრობს თუ ახსოვ ხართ აი ესეთ გადათამაშების
სიტუაციაში. სხვათა შორის თქვენ ახსოვ ხართ კი. აქაც ნახეთ როგორ ამოდის რომ ანუ იმდენად უნდა რომ ყურადღების ცენტრში იყოს აქაც ამოვიდა გამარჯვების კარტი რომ აი ესე იგი მე გავიმარჯვე რაღაცა იქ საკითხი იყო გადასაჭრელი და მოვიგე რაღაც ბრძოლის ველზე ვიყავი ანუ იწონებს თავს რომ ესე იგი თავმომწონეც არის ყველაფერთან ერთად და თქვენთან ამოვიდა ეს ანუ რას ნიშნავს რომ ესე იგი გაწონებთ თავს რა თქმა უნდა ინტერესი არის მისგან მაგრამ იქ ანუ სადაც არის თუ აპირებს რამეს ანუ თქვენთან მიმართებაში ხო სერიოზულს ან ნაბიჯს ან საუბარში რამის თქმას აბა ეს ვკითხოთ მაინც აქ პაჟის პოზიცია გამოვიდა ნუ რა თქმა უნდა ეხლა ამას ველოდი კიდევაც პაჟი არის ძალიან პატარა ხო გითხარით მესიჯი სმაილიკი აი ესეთი რაღაცა მოკითხვა ხო ძალიან უშუალო მეტი პაჟს არ შეუძლია პატარა ბიჭია ნუ არა თვითონ არ არის პატარა მე ვიძახი მოქმედებით და რა თქმა უნდა ეშმაკი ეხლა აქ ამ სიტუაციაში ნახეთ როგორ ამოდის მოხიბლა რომ დგას და ესე იგი მოხიბლულია იყურება სანახაობრივი ის არის სპექტრი რა ანუ ხიბლავს თქვენი სილამაზე ну რა თქმა უნდა ვნებასაც შეიცავს სექსუალურ რაღაც ფანტაზიებსაც მაგრამ შეიძლება აი ამიტომ გამოჩნდეს მესიჯი წერილი ну დარეკვა წერილი ხა იმ ძველ დროში იყო ჩვენთან ახლა სხვა დროა ხო და აი კი ბატონო მოხიბლული არის თქვენით ამისთვის ყველა ვარიანტი გაახსენდებით მოკლედ რა ვიცი თუ მოგეწონათ და თუ ეს ვარიანტები პირველი მეორე ან რომელიმე რეზონირდა გამიხარდება თუ დამილაიქებთ თუ მომწერთ და რა თქმა უნდა თქვენთვისაც კარგი იქნება ასე ვთქვათ გამოგვივა ენერგო გაცვლა და მომწერეთ თუ კიდე რამე კითხვები გექნებათ და გავშლით ჩემთვისაც სტიმულია და ჩემი არხიც განვითარდება აბა თქვენ იცით დროებით